რიადი და პარიზი. ჩემი აზრით, პუტინს ახლა ბრძოლის შეწყვეტა სურს. მასთან ეს საკითხი დავსვი, იმიტომ რომ თუ მას გაგრძელება მოუნდება, ის ჩვენთვის დიდ პრობლემას შექმნის. მიუნხენის ისტორიული კონფერენციის შედეგები. უკრაინის შესახებ, უკრაინის გარეშე ნებისმიერ მოლაპარაკებას უშედეგოდ მიიჩნევს. ტრანსატლანტიკური განხეთქილება. ევროპელების ფილოსოფია არსად წასულა. მე არ ვიცი რა უნდა გააკეთონ მათ მოლაპარაკებების მაგიდასთან. რუსეთ-ამერიკის მოლაპარაკება ევროპისა და უკრაინის გარეშე. გაიყო თუ არა ვაშინგტონისა და ბრიუსელის გზები. აგვისტოს ომი. საქმიდან გამქრალი მტკიცებულება რუსული ისკანდერი. აღმოჩნდა რომ თავარი მტკიცებულება არათუ საქმეში არ იყო, არამედ საერთოდ საქართველოში არ იყო. ამოცანა იყო ის რომ ერთი მხრივ დაგვედგინა რუსეთის ფედერაციის პასუხისმგებლობა, მაგრამ მეორე მხრივ ჯარისკაცების ღირსება აგვედგინა. მაღალჩინოსნები, რომლებიც მონაწილეობდნენ ქონების გადაფორმებებსა და ადამიანების წამებაში. ზურაბ ადეიშვილი, ივანე მერაბიშვილი, შემოსავლების სამსახურის ყოფილი უფროსი, გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე, ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე, აჭარის კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი. საგამოძიებო კომისიის პირველი სხდომა პარლამენტში. არ არის საჭირო ცეცხლთან თამაში, უარი კომისიის წინაშე გამოცხადებაზე ისჯება საქართველოს კანონმდებლობით. ვირუსების პიკი. 39 და პლუს 40-მდე ადიოდა. 70% A და B ტიპი. ჯერჯერობით ქვეყანაში პიკი გადავლილი არ არის. როდის დაიწყებს კლებას მზარდი დინამიკა და რა გართულებები ახლავს თან გავრცელებულ სეზონურ ვირუსებს. ეთერშია კურიერი 9 საათზე. ნათია ლაზაშვილთან და დავით კაკულიასთან ერთად. კონკურენტ კურიერ 9 საათზე დღეს 17 თებერვალია გიყვებით დღის მთავარ თემებს და მოვლენებს საღამოშვიდობის. დასრულდა თუ არა ტრანსატლანტიკური ერთობა, ჩერდება თუ არა ნატოს გაფართოება აღმოსავლეთით, იცვლება თუ არა მეორე მსოფლიო ომის შემდგომი უსაფრთხოების არქიტექტურა, კარგავს თუ არა ევროპა დამცავ ფარს ამერიკის სახით და აქვს თუ არა ევროკავშირის რესურსი თავად დაიცვა საკუთარი თავი. მიუნხენის ისტორიული კონფერენციის შედეგები უკვე სახეზეა. ორი პარალელური შეხვედრა. ამერიკა და რუსეთი პირისპირ, საუდის არაბეთში, ევროპის ქვეყნები კი საფრანგეთში. უკრაინა არსად არ არის. ზელენსკი აცხადებს, რომ მოსკოვისა და ვაშინგტონის მოლაპარაკების არანაირ შედეგს არ მიიღებს, თუ პროცესში კიევი არ იქნება ჩართული. ამის მიუხედავად რუბიო უკვე ჩავიდა საუდის არაბეთში, ლავროვი ხვალჩადის. პარიზში კი უკვე 3 საათია გრძელდება ევროპის ლიდერების შეხვედრა, რომელსაც ევროკავშირის ყველა ქვეყანა არ ესწრება, მაგრამ ესწრება დიდი ბრიტანეთი. თუმცა ბრიტანეთს თავისი შიდა პრობლემები აქვს. პრემიერ-მინისტრ ამერს, რომელმაც განაცხადა, რომ მზადა უკრაინაში გააგზავნოს საკუთარი ჯარი, უკვე შეახსენეს, რომ გაერთიანებულ სამეფოს ნაკლებად აქვს სამხედრო ხარჯების გაზრდის რესურსი. აქვს თუ არა დანარჩენ ევროპას ეს რესურსი და ძალა, რომ რუსული აგრესიისგან შეერთებული შტატების გარეშე დაიცვას კონტინენტი. ნატოს გენერალური მდივანი აცხადებს, რომ ევროპას მოუწევს გააკეთოს ის, რაც არ გაუკეთებია ბოლოს 3 წლის განმავლობაში. წარმოადგინოს ომის დასრულების კონკრეტული წინადადებები და მოახდინოს თავისი მნიშვნელობის დემონსტრირება თუ ხმის უფლება სურს ამერიკისა და რუსეთის მოლაპარაკებებში. მოკლედ, ახლა ნერვიული ფონია ევროპის თითქმის ყველა ქვეყნის პოლიტიკურ ისტაბლიშმენტში. ტრამპისა და პუტინის შეხვედრამდე კი დარჩენილია რამდენიმე დღე. პროცესს კი უკვე ხვალ დაიწყებენ ორი ქვეყნის პირველი დიპლომატები. საუდის არაბეთის აეროპორტში უკვე დაეშვა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ბორტი. მარკო რუბიომ დაგეგმილი შეხვედრების შესახებ SBC-სთან ინტერვიუში ისაუბრა. თქვა, რომ პუტინი ტრამპის საუბარს ამერიკისა და რუსეთის კონკრეტული ნაბიჯები უნდა მოხდეს. მომდევნო რამდენიმე კვირა და დღე განსაზღვრავს, არის თუ არა რუსეთი უკრაინაში ომის დასასრულებლად სერიოზულად განწყობილი. როდესაც პრეზიდენტი ტრამპი კენჭს იყრიდა, მან ძალიან მკაფიოდ თქვა, რომ ეს ომი უნდა შეჩერდეს. ჩვენ ამისკენ ვისწრაფვით. თუ რეალური მოლაპარაკებები იქნება, ჩვენ შედეგს მივაღწევთ. ომის შესაჩერებლად ამერიკის სახელმწიფო მდივანი რუსეთის დელეგაციის პირისპირ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში სახელმწიფო მრჩეველთან მაიკ ოლცთან და ახლო აღმოსავლეთში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის წარმომადგენელთან სტივ ვიტკოფთან ერთად დაჯდება. მოლაპარაკებების შედეგებს ელოდება დონალდ ტრამპი. ჩვენ წინ მივიწევთ. ვცდილობთ რუსეთსა და უკრაინას შორის მშვიდობას მივაღწიოთ. ამისთვის ძალიან ბევრს მუშაობთ. ეს ის ომია, რომელიც არასდროს არ უნდა დაწყებულიყო. მე ვფიქრობ, პუტინს ბრძოლის შეწყვეტა უნდა. მოგეხსენებათ, მათ დიდი და ძლევამოსილი მანქანა ჰყავთ. ჩემი აზრით, პუტინს ახლა ბრძოლის შეწყვეტა სურს. უნდა რომ შეჩერდეს. მასთან ეს საკითხი დავსვი, იმიტომ რომ თუ მას გაგრძელება მოუნდება, ეს ჩემთვის პირადად დიდ პრობლემას შექმნიდა, რადგან ამას ვერ დავუშვებთ. ზელენსკისაც უნდა ომის დასრულება. ჩვენი შეხვედრის დრო განსაზღვრული არ არის, თუმცა ეს შესაძლოა ძალიან სწრაფად მოხდეს.
შეხვედრისთვის ემზადება ოფიციალური მოსკოვი. სერბიაში კრემლის ინტერესს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი და პუტინის თანაშემწე იური უშაკოვი დაიცავენ. ისინი საუდის არაბეთში ხვალ გაემგზავრებიან. დიალოგის პირობების შესახებ უფრო კონკრეტულად სერგეი ლავროვმა ისაუბრა. თქვა, რომ რუსეთი უკრაინაში ოკუპირებული ტერიტორიების დათმობას არ აპირებს და სამშვიდობო პროცესში ევროპის მონაწილეობის საჭიროებას ვერ ხედავს. ყოველთვის, როდესაც ჩვენი პარტნიორების შეთავაზებით მოლაპარაკებებზე მივემგზავრებით, უპირველეს ყოვლისა გვინდა მათ მოვუსმინოთ. პრეზიდენტებმა პუტინმა და ტრამპმა, როდესაც ტელეფონით საუბრობდნენ, მოილაპარაკეს უკან მოიტოვონ სრულიად არანორმალური პერიოდი, რომელიც ორ უდიდეს სახელმწიფოს შორის ურთიერთობებში არსებობდა. პრეზიდენტებმა მოილაპარაკეს, რომ საჭიროა დიალოგის აღდგენა. ევროპელების ფილოსოფია არსად წასულა. მე არ ვიცი რა უნდა აკეთონ მათ მოლაპარაკებების მაგიდასთან. ისინი კონფლიქტის გაყენვის შესახებ რაღაც მზაკრული იდეების წარდგენას თუ ეცდებიან. თავად კი თავიანთი წესისა და ჩვეულების თანახმად ამაში ომის გაგრძელებას იგულისხმებენ. მაშინ რატომ უნდა მივიწვიოთ იქ? თქვენ გინდათ რომ რაიმე იდეაც კი გაჩნდეს მოლაპარაკებებზე ტერიტორიული დათმობის შესახებ? როგორ დავთმოთ რუსი ხალხით თუ ხალხის გარეშე, თუ მხოლოდ იშვიათი მიწათა ელემენტებით? შეერთებული შტატები უკრაინის კრიზისში მთავარ როლს თამაშობს. მოლაპარაკებების მაგიდასთან მიწვეული არ არის უკრაინის პრეზიდენტი. ზელენსკი ამბობს, რომ კიევი არ იყო ინფორმირებული ერვიაში დაგეგმილ შეხვედრასთან დაკავშირებით. უკრაინა ამ მოლაპარაკებებში მონაწილეობას არ მიიღებს. ამის შესახებ არაფერი ვიცოდით. უკრაინა უკრაინის შესახებ, უკრაინის გარეშე ნებისმიერ მოლაპარაკებას უშედეგოდ მიიჩნევს. ვერ ვაღიარებთ ვერანაირ შეთანხმებას ჩვენს გარეშე. ზელენსკის მსგავსად უკმაყოფილოა მოლაპარაკებების მიღმა დარჩენილი ევროპა. ამ წუთებში პარიზში ევროპელი ლიდერების საგანგებო სამიტი მიმდინარეობს. ამ შეხვედრის ინიციატორი საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონია. გავრცელებული ინფორმაციით სამიტის დაწყებამდე მაკრონმა დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბარი გამართა. ის რასაც უკრაინა ახლა გადის, რამდენჯერმე გაიარა საქართველომ, რომელმაც საკუთარ თავზე გამოსცადა დასავლეთის ქმედებები რუსეთთან კონფლიქტში, მათ შორის აგვისტოს ომში და ომის შემდგომ დღეებში. საქართველოს ახალ ოკუპაციას ბარაკ ობამამ რუსეთთან გადატვირთვის პოლიტიკით უპასუხა. ევროსაბჭომ კი 2 ოქტომბერს მიიღო რეზოლუცია, რომელსაც ხელი მოაწერა მაშინდელმა მართლმა პარტიამ ნაციონალურმა მოძრაობამ და ფაქტობრივად აღიარა, რომ ცხინვალის დაბომბვის შედეგად საქართველომ დაიწყო სრულმასშტაბიანი ომი. ამავე რეზოლუციაში საუბარია, რომ ორივე მხარე იყენებდა კასეტური იარაღს, პროპორციულ ძალას და ორივე მხარეს ჩადენილი აქვს ომის დანაშაულები. ამას მოყვა ჰაიდი იტალიავინის საეჭვო დასკვნა, რომელსაც 2009 წელს ასევე დაეთანხმა სააკაშვილის ხელისუფლება და სადაც ასევე იყო საუბარი, რომ ცხინვალის დაბომბვამ გამოიწვია ომი. აგვისტოს ომი ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა, რომელსაც საპარლამენტო კომისია მუშაობს და რომელსაც მოუწევს პასუხი გასცეს კითხვას, რატომ გააქრო სააკაშვილის ხელისუფლებამ რუსული აგრესიის უტყუარი მტკიცებულებები. მათ შორის მთავარი ტაქტიკური რაკეტა ისკანდერი, რომელიც 12 აგვისტოს აფეთქდა გორის ცენტრში. რაკეტის ძრავის ნაწილი, რომელზეც სერიული ნომერი იყო დატანილი, აღმოჩნდა, რომ გადამალული იყო პარტნიორ ქვეყანაში. ამის მიუხედავად წლების შემდეგ თბილისმა ქართული ოცნების სახით მაინც შეძლო სტრასბურგში დაემტკიცებინა, რომ რუსეთმა მაშინაც კი დაბომბა საქართველო, როდესაც საქართველოს საბრძოლო მოქმედებები უკვე 2 დღის განმავლობაში ჰქონდა შეწყვეტილი. ამისათვის ქვეყანას წლები დაჭირდა, საბოლოოდ კი სტრასბურგის და ჰააგის სასამართლოშიც ყველა დავა დასრულდა საქართველოს გამარჯვებით. რა გამოიკვეთა პარლამენტის საგამოძიებო კომისიის პირველ სხდომაზე? ანუკა ბუავა მოგვიყვება დეტალებს. საგამოძიებო კომისიის პირველი სხდომის პირველი მომხსენებელი იუსტიციის მინისტრის მოადგილე იყო და ამ სხდომის განმავლობაში გამოიკვეთა ის, რომ მტკიცებულებები ფაქტობრივად 2008 წლის ომთან დაკავშირებით არ არსებობდა. დღეს ბექა ჯამაშვილმა აღნიშნა ის, რომ მთავარი მტკიცებულება ისკანდერის რაკეტა რუსული ნომრით იყო ერთ-ერთი მთავარი პირობა იმისა, რომ საქართველოს მოეგო საერთაშორისო დავები საერთაშორისო სასამართლოებში და შესაბამისად საქართველოს მოქმედ ხელისუფლებას დიდი ძალისხმევა დაჭირდა ამ მთავარი მტკიცებულების მოსაპოვებლად, რომელსაც საქმეს მოგვიანებით, რა თქმა უნდა, დაერთო და შესაბამისი შედეგიც დადგა. დღევანდელ სხდომაზე ისაუბრეს ასევე საერთაშორისო დოკუმენტებთან დაკავშირებით, მათ შორის ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციასთან დაკავშირებით და ტალიავინის დასკვნაზე, რომელსაც მაშინდელი ხელისუფლების წარმომადგენლები დაეთანხმნენ. ეს სხდომა 1 საათის განმავლობაში გაგრძელდა. ბუნებრივია 2008 წლის ომთან დაკავშირებით დაისვა შეკითხვები სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის იმაზე, თუ როგორ მოქმედებდა ნაციონალური მოძრაობა ომის პერიოდში და როგორ იმართებოდა ზოგადად პროცესები 2008 წლის ომთან დაკავშირებით.
რიგ საქმეებზე მტკიცებულება არ იყო საქმეში. მაგალითისთვის ისკანდერის აღმოჩნდა, რომ მთავარი მტკიცებულება არათუ საქმეში არ იყო, არამედ საერთოდ საქართველოში არ იყო. 2008 წლის ომის ოქროს მტკიცებულება ხანგრძლივი მოლაპარაკებების შედეგად საქართველოს მოქმედმა ხელისუფლებამ წლების შემდეგ მოიპოვა. ისკანდერის ტიპის ბალისტიკური რაკეტა, რომელიც რუსული აგრესიის უტყუარი მტკიცებულება იყო, ქართულმა მხარემ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს 2018 წელს წარუდგინა. აგვისტოს ომის ამ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლის მოსაპოვებლად ყოფილ ხელისუფლებას საგამოძიებო მოქმედებები არ ჩაუტარებია, დროებითი საგამოძიებო კომისიის პირველი სხდომის ფარგლებში პირველ მომხსენებელმა ისაუბრა. იუსტიციის მინისტრის მოადგილის თქმით, ისკანდერის რაკეტა რუსული სერიული ნომრით მთავარი მტკიცებულება იყო იმისა, რომ 12 აგვისტოს, როდესაც გორში ქართული სამხედრო ტექნიკა არ იყო, რუსეთი მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ კასეტურ იარაღს იყენებდა. ეს იყო ოქროს მტკიცებულება, რომელსაც უნდა დაედასტურებინა, რომ საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ, მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ იქნა გამოყენებული დამიზნებით, განზრახვით ეს კასეტური იარაღი. ფაქტობრივად სტრასბურგის სასამართლოში საწყის ეტაპზე გაგვაჩნდა მხოლოდ ამის ამსახველი გარკვეული ვიდეო კადრები და ფოტომასალა, რომელზეც წლების განმავლობაში რუსული მხარე წარმატებით ამტკიცებდა, რომ ეს არის ფოტოშოპით გაკეთებული. წლები დაჭირდა საქართველოს მთავრობას, იუსტიციის სამინისტროს, რომ აი ამ ნარჩენებისთვის მიეკვლია. იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა იმ საერთაშორისო დოკუმენტებზეც, რომელიც აგვისტოს ომთან დაკავშირებით სამართლებრივ დავებს წინ უძღოდა. პირველი 2008 წლის 2 ოქტომბერს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებული რეზოლუცია, რომლის მეხუთე პუნქტში აღნიშნულია, რომ სრულმასშტაბიანი ომი საქართველოს მიერ ცხინვალის დაბომბვის შედეგად დაიწყო. ამ დოკუმენტს მაშინ რუსეთმა არა, ნაციონალურმა მოძრაობამ კი ხელი მოაწერა. იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ისაუბრა 2009 წლის დეკემბერში გამოქვეყნებულ ტალიავინის კომისიის დასკვნაზეც, რომელიც მათ შორის ევროსაბჭოში მიღებულ რეზოლუციაზე დაყრდნობით მომზადდა. მეხუთე პუნქტში აღნიშნული არის, რომ სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო საქართველოს მიერ ცხინვალის დაბომბვის შედეგად. მე-11 პუნქტში საუბარი არის, რომ მათ შორის ქართული მხარე არღვევდა, იყენებდა კასეტურ იარაღს, იყენებდა არაპროპორციულ ძალას და ჩადენილი არის ომის დანაშაულები. ტალიავინის კომისიაც იგივე დასკვნებს აკეთებს. ამოცანა იყო ის, რომ ერთი მხრივ დაგვედგინა რუსეთის ფედერაციის პასუხისმგებლობა, მაგრამ მეორე მხრივ როგორღაც აი ჩვენი ჯარისკაცების ღირსება აგვედგინა და აი ეს დაბრალება იმის, რომ მათ ჩაიდინეს ომის დანაშაული, როგორღაც ამისგან გადაგვერჩინა ჩვენი სახელმწიფო, ჩვენ გვიწევდა მუშაობა მუდმივი ცილისწამების ქვეშ, რომ მტკიცებულებები გროვდებოდა ქართველი ჯარისკაცების დასასჯელად. მაშინ, როდესაც 2008 წლიდან იყო აღიარება გაკეთებული წინა ხელისუფლების მხრიდან, რომ ქართველმა ჯარისკაცებმა ომის დანაშაული ჩაიდინეს, ჩვენ შევძელით აი ეს ბრალდება გაგვექარწყლებინა. შესავალი სიტყვის შემდეგ მომხსენებელმა 2008 წლის ომთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შეკითხვებს უპასუხა. როგორ აღმოჩნდა საქართველოს მოქმედი ხელისუფლების ხელში ოქროს მტკიცებულება, რომელიც დავაში საქართველო-რუსეთის წინააღმდეგ გადამწყვეტი აღმოჩნდა. ეს იყო საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ხალხის ძალის მთავარი შეკითხვა, რომელიც კომისიაში ოპოზიციის კვოტით მონაწილეობს. როგორ გაიგეთ, რომ ეს საქართველოში არ იყო ან სად იყო და როგორ მოხერხდა, რომ ეს ოქროს მტკიცებულება რამდენიმე წლის მერე მაინც თქვენ მოახერხეთ და ჩაიტანეთ საერთაშორისო სასამართლოში. ყველა ამ ისკანდერს ჰქონდა უნიკალური წარწერა, ასე ვთქვათ, კოდი და აი ამ ფოტოზე ასახული იყო, რომ ის, რომელიც საქართველოში გამოიყენეს, იყო მხოლოდ რუსული არმიისთვის წარმოებული. ეს არ იყო საექსპორტო. ჩვენ გარკვეულწილად დაგვეხმარა აი ამ ისკანდერის მოძიებაში ჰოლანდიელი ჟურნალისტი, რომლის ოპერატორიც გარდაიცვალა აი ამ ისკანდერის გასროლის დროს. ამ ადამიანმა დოკუმენტური ფილმიც კი გააკეთა ამ ისკანდერთან დაკავშირებით. იქანაც ჩანდა ინფორმაცია გაჩნდა, რომელ ქვეყანაში შესაძლოა ყოფილიყო ეს ისკანდერი გატანილი, ჩვენი პარტნიორის სახელმწიფოზეა საუბარი. როგორ მართავდა ნაციონალური მოძრაობა 2008 წლის ომს და რა მტკიცებულებებს იყენებდა რუსეთის ფედერაცია საქართველოს წინააღმდეგ საერთაშორისო დავებში. ამ მიმართულებით შეკითხვები იუსტიციის მინისტრის მოადგილეს, საგამოძიებო კომისიის ხელმძღვანელმა და უმრავლესობის დეპუტატებმა დაუსვეს. მმართველი პარტიის წარმომადგენლები დაინტერესდნენ იმითაც, რატომ ვერ დაადასტურა საქართველოს მაშინდელმა ხელისუფლებამ მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში მისივე შეტანილი სარჩელით, რომ საქართველოს მოსახლეობა ეთნიკური წმენდისა და დისკრიმინაციის მსხვერპლი 2008 წლის ომამდეც იყო. მართალია თუ არა, რომ 2008 წლის ომი ის რამდენიმე დღე იმართებოდა პრაქტიკულად ტელეფონით და მთავარ სარდლის მიხეილ სააკაშვილის ბრძანებაც კი, რომლითაც მან
ჯარი გამოიყვანა კონკრეტულ დღეს 10 აგვისტოს. აი ეს მტკიცებულებაც კი მართალია თუ არა რომ დედანის სახით არ არსებობს. ხერხდა ასლის მოძიება, ეს იყო ნოტა საგარეო საქმეთა სამინისტროსი, რომელთაც დასტურდებოდა, რომ ქართულმა მხარემ ცალმხრივად შეწყვიტა 10 აგვისტოს დილით საბრძოლო მოქმედებები და ასევე ჩვენ დაგვჭირდა გაეროს უშიშროების საბჭოს არქივებში მასალების მოძიება. 2011 წელს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში წარმოებულ დავასთან დაკავშირებით, სადაც სამწუხაროდ დავმარცხდით, იყო თუ არა წარდგენილი თუნდაც 92-93 წლებში აფხაზეთის ტერიტორიაზე, სამაჩაბლოს ტერიტორიაზე განხორციელებული ეთნიკური წმენდის საკითხები. სასამართლომ ჩათვალა, რომ ერთი მხრივ ეს არ იყო საკმარისი მტკიცებულებები იმისთვის, რომ მას დაედგინა დარღვევა და მეორე მხრივ ქართულმა მხარემ ვერ აჩვენა, რომ ყველა ამ საკითხზე სამართლებრივი პრეტენზია როდესმე წაუყენა საქართველოს, რუსეთის ფედერაციას. საქართველოს ხელისუფლებას ქონია თუ არა მცდელობა იმისა, რომ როგორმე ის ჩადენილი დანაშაული, რომელიც მათ ქართულ ჯარს დააბრალეს, როგორმე გამოესწორებინათ თავისი ხელმოწერილი რეზოლუცია. ამის გამაქარწყლებელი სხვა ესეთი ღირებული მტკიცებულება თუ დოკუმენტი არ დაგვხვედრია. იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, რომელსაც საგამოძიებო კომისია 1 საათის განმავლობაში უსმენდა, ისაუბრა ევროსასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებითაც. თქვა, რომ სტრასბურგის სასამართლომ დარღვევა 282 საქმეზე დაადგინა, აქედან 79% 2012 წლებზე მოდის. დარღვევების ნახევარზე მეტი კი ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების მხრიდან მეორე და მესამე მუხლებს ეხება, რაც სიცოცხლის უფლებასა და წამებას გულისხმობს. აგვისტოს ომი მხოლოდ ერთი მიმართულებაა. საპარლამენტო კომისია ცალკე სწავლობს სააკაშვილის ხელისუფლების 9 წლიანი მმართველობის იმ დანაშაულებრივ ქმედებებს, რომლებშიც ნაციონალური მოძრაობის მაღალჩინოსნები იყვნენ ჩართულნი. მათ შორის არის ბიზნესის რეკეტი და ქონების გადაფორმება, შანტაჟი, მუქარა წამება და არაადამიანური მოპყრობა საპატიმროებში. ადამიანის ყველა ფუნდამენტური უფლების დარღვევა, რომელთაც ადგილი ჰქონდა 2003-2012 წლებში და რომელთაც შეეწირა არა მხოლოდ კერძო საკუთრება, არამედ კონკრეტული პირების ფსიქიკა, ჯანმრთელობა და სიცოცხლეც. პასუხისმგებელ პირთა დიდ ნაწილზე განაჩენი უკვე დაამდგარია, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ ძიების პროცესში კიდევ გამოიკვეთოს დამნაშავეთა წრე, რომელიც ან ხელს უწყობდა, ან ასევე ჩართული იყო რეჟიმის დანაშაულებრივ ქმედებებში. შესაბამისად, პროკურატურას შესაძლოა გადაეცეს ახალი საქმეები, თუმცა ჯერ პარლამენტში უნდა გამოიკითხოს ათობით პირი. პროცესი მხოლოდ დღეს დაიწყო. კომისიის კითხვებს დღეს ხვებთან ერთად პასუხობდა პროკურატურა, რომელსაც წართმეული ქონების ზუსტი სტატისტიკა აქვს აღრიცხული. წარმოგიდგენთ ერთიან სურათს საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო დანაყოფების მიერ გატარებული სამუშაოებისა წამების არაადამიანური დამამცირებელი მოპყრობის, სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების და ქონების იძულებით ჩამორთმევის ფაქტები. ეს იმ საქმეების ჩამონათვალია, რომელზეც პროკურატურის წარმომადგენელმა საგამოძიებო კომისიის წევრებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. ისაუბრა სტატისტიკაზეც, რომლის მიხედვითაც ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ 67 მილიონი ლარის ღირებულების ქონება ძველ მფლობელებს დაუბრუნდათ. დაბრუნებულია 176 მხოლოდ მიწის ნაკვეთი, 8 საცხოვრებელი ბინა, აგარაკები, საოფისე და კომერციული ფართები, სააქციო საზოგადოება ენგურის სამედიცინო კომპლექსი, აკურას ღვინის ქარხანა, რომელზედაც შემდეგ უფრო გავამახვილებ ყურადღებას. გორში მდებარე სასტუმრო და საცურაო კომპლექსები, შობის პანსიონატის ტერიტორია, 2 თვითმფრინავი, 13 შველმფრენი, 83 ავტომობილი, ოქროს სხვადასხვა ნაკეთობები, დაბრუნებულია ფიროსმანის 2 ფელწერული ტირო, ანტიკვარული წიგნი, ანტიკვარული იარაღი და სხვა. ანგარიშში პროკურორმა რამდენიმე გახმაურებულ საქმეზეც გაამახვილა ყურადღება, მათ შორის ღვინის ქარხანა აკურაზე, რომელიც მფლობელს 2004 წელს ჩამოართვეს და სახელმწიფო საკუთრებაში გადასცეს. ქონების დაბრუნება მეპატრონემ მხოლოდ 2016 წელს შეძლო. ტელეკომპანია იბერიის დახურვა, კომპანია სონის იძულებით დათმობა და ფოტოგრაფების საქმე. ირაკლი ნადარეიშვილის თქმით, სისხლის სამართლის პასუხისგებაში არაერთი პირია მიცემული, მათ შორის არიან წინა ხელისუფლების მაღალჩინოსნები. დეპარტამენტის მუშაობის შედეგად მაგალითად ყოფილი გენერალური პროკურორი ზურაბ ადეიშვილი 3 სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე იქნა პასუხისგებაში მიცემული და დღეის მდგომარეობით 3-ვე საქმეზე დამდგარი არის გამომტყუნებელი განაჩენი. შეგახსენებთ, რომ ესენი იყოს ღვინის ქარხანა აკურას იძულებით დათმობის ფაქტი, ტელეკომპანია იბერიის იძულებით დათმობის ფაქტი და კობა დავითაშვილის თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და მასზე განხორციელებული ძალადობის ფაქტი. სახელმწიფო სტრუქტურები, მათ შორის სამართალდამცავი ორგანოები
ერთმანეთთან კოორდინირებულად შეთანხმებული მუშაობის შედეგად ახდენდნენ კერძო საკუთრებაში არსებული ქონებების მიქცევას სახელმწიფო საკუთრებაში. იყო საქართველოს საზღვაო ბანკი აჭარის ტერიტორიაზე და იმჟამინდელმა ხელისუფლებამ გადაწყვიტა აღნიშნული ბანკის ლიკვიდაცია. უშიშროების მინისტრი იმჟამინდელი ივანე მერაბიშვილისა და იმჟამინდელი გენერალური პროკურორის ზურაბ ადეიშვილის მიერ ჩატარდა გაერთიანებული თათბირი, სადაც გაიცა დავალებები როგორც ეროვნულ ბანკზე, ისე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებზე, პროკურატურის თანამშრომლებზე, საგადასახადო სამსახურის თანამშრომლებზე და სხვა პირებზე, საჯარო უწყების თანამშრომლებზე, რათა 2 თვის ვადაში მოეხდინათ გაცემული კრედიტების მაქსიმალურად ამოღება, ეიძულებინათ კრედიტორები დაეფარათ 2 თვეში მიღებული გრძელვადიანი კრედიტები და თუ იმ შემთხვევაში ვერ ხერხდებოდა ფულადი თანხებით კრედიტების დაფარვა, უსასყიდლოდ დაეთმობინებინათ ის ქონებები, რაც შეძენილიყო. ასევე მხილებული იქნა გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე იგივე ტელეკომპანია იბერიის საქმეზე, რომელიც გიორგი ლაცაბიძე, რომელიც ასევე არის დღეს მდგომარეობით მსჯავრდებული. ხილებული იქნა ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე კახაბერ დამანია, ეგრეთ წოდებული სონის ცენტრი, ალბათ იცით, რუსთაველზე მდებარეობდა ამ ცენტრის იძულებით დათმობის ფაქტზე. ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის ივანე მერაბიშვილის მიმართ დაწყებული იქნა სისხლის სამართლის დევნა, ვინაიდან ის როგორც უშიშროების მინისტრი ისე ახორციელებდა სწორედ ჩემს მიერზე მოხსენებულ ღვინის ხახანა აკურის დათმობის საქმეს და თავისთავად წარდგენილი იქნა ბრალდებოდა და დამდგარია განამტყუნებელი განაჩენი. შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის თემურაზ პატარიძის მიმართ დაწყებული იქნა სისხლის სამართლების დღევნა და დღევანდელი მდგომარეობით დამდგარია განამტყუნებელი განაჩენი. შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის დასავლეთ რეგიონალური მთავარი სამმართველოს უფროსის კონსტანტინე არჩაიას მიმართ დღეს მდგომარეობით დასრულებულია საქმე და დამდგარია 4 სხვადასხვა ეპიზოდზე განამტყუნებელი განაჩენი, მათ შორის ბიზნესმენებისაგან თანხების გამოძალვისა და სახელმწიფოს სასარგებლოდ ავტომობილების იძულებით ყიდვისა და ჩუქების ფაქტზე. შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თბილისის ტერიტორიული სამმართველოს უფროსის ყოფილი მოადგილის დავით ევნოზაშვილის მიმართ დაწყებული იქნა დევნა და დღევანდელი მდგომარეობით დამდგარია განამტყუნებელი განაჩენი. ეს საყოველთაოდ ცნობილი საქმეა, ეგრეთ წოდებული ფოტოგრაფების საქმე. ამავე საქმეზე მიცემული იქნა პასუხისგებაში ციხის დირექტორი ბატონი მუხაძეც. 20 წუთიანი მოხსენების შემდეგ დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომა უკვე კითხვა-პასუხის ფორმატში გაგრძელდა. დეპუტატებმა შეკითხვები რამდენიმე თემაზე დასვეს. მათ შორის დაინტერესდნენ, რა მეთოდებით ხელმძღვანელობდნენ დანაშაულის ჩადენის დროს ყოფილი ხელისუფლების თანამდებობის პირები. თვითონ იქცეოდნენ ისე როგორც იქცეოდნენ და ჩადიოდნენ სამართალ დარღვევას. თუ თითქმის ყოველ ჯერზე ეს იყო კონკრეტული ვინმეს მიერ გაცემული დავალება. დავალების მიცემა აღარ იყო საჭირო. უკვე გაცხადა სისხლის სამართლის პოლიტიკა იმჟამინდელი, რომელიც ერთგვარ წახალისებასაც უწყობდა ხელს. აი მაგალითისთვის რომ მოგიყვანოთ, რაღაც შეჯიბრობითობის პრინციპი ჩამოყალიბდა სხვადასხვა სტრუქტურებს შორის, აბა ვინ უფრო მეტ ქონებას დააბრუნებდა სახელმწიფო ბიუჯეტში. თუ ისინი აიძულებდნენ მაგალითად ქონების მესაკუთრეს ყოველგვარი გამოძიების გარეშე, რომ მიექცია ეჩუქებინა მის ფლობელობაში არსებული ქონება, იმ შემთხვევაში აღარ დაიწყებდნენ მის მიმართ დევნას, ხოლო წინააღმდეგ შემთხვევაში უბრალოდ ეუბნებოდნენ ესეთ რაღაცას, რომ აი თქვენ თუ ამას არიზავთ, გაგასამართლებთ და მერე ხომ იცით ციხეში რა პირობებია. აი ეს ორი ფრაზა უკვე საკმარისი ხდებოდა, რათა ისინი წასულიყვნენ და გადაეფორმებინათ ქონებები სახელმწიფოსთვის. სამინისტროში დამხვდა სია შედგენილი ბატონი ადეიშვილის მიერ და ამ სიას მოფერებით საჯარო მოხელეები ეძახდნენ კეთილი ბიძიების სიას. კეთილ ბიძიაში იგულისხმებოდა ის ბიზნესმენი, რომელიც ვითომდა ნებაყოფლობით მოვიდოდა სამინისტროში და გადაწყვეტდა, რომ სამინისტროსთვის ესადღვის თავისი ქონება ეჩუქებინა. თორემ აჯერებდნენ თავის თავს, რომ ესენი იძულებული ადამიანები კი არ იყვნენ, არამედ კეთილები იყვნენ და სიასაც ასე ერქვა, კეთილი დაცინვით, რა თქმა უნდა. ესეც მახასიათებელია რეჟიმის, რომ ადამიანს აუბედურებ, აიძულებთ და კიდევ ისე იქით დასცინი. ასეთი ბიზნესმენების არსებობა, რომ ფაქტი არის, არა მარტო იუსტიციის სამინისტროს, არამედ
სხვადასხვა პროექტების განხორციელების როგორც იყო გზები, პოლიციენობები, თუნდაც რაბათის მშენებლობა და ასე შემდეგ, ასე შემიძლია დავადასტუროთ. კოლეგა ადვოკატების პრაქტიკიდან გამომდინარე მაქვს ინფორმაცია, რომ პირად ანგარიშებზეც ხდებოდა ხოლმე თქვენს დეპარტამენტში უშუალოდ თუ ქონიათ შეხება ამ საკითხებთან დაკავშირებით და რამდენად სისტემური იყოს და თვითონ ეს ფონდები, ამ ფონდების საქმიანობა შემდგომ რა მიმართულება ქონდა ამ თანხებს, ამის შესახებ ხომ არ ქონიათ გამოძიებისას ამტკიცებულებები. არსებობდა ასეთი ფონდები, სადაც ხდებოდა თანხების აკუმულირება, სამართალდამცავი სტრუქტურების განვითარების ფონდი იყო და სხვადასხვა მიზნობრივი დანიშნულებით ხდებოდა ხარჯვა. ჩემს დეპარტამენტში, რა თქმა უნდა, ერთ-ერთ ეპიზოდად, ერთ-ერთ საქმეში არის აღნიშნული ფონდების საქმე, მაგრამ ეს საქმე არის მიმდინარე. ამ სტატისტიკის მიმართ აქროსემ შალად არის მოწოდებული. ყველანი კარგად ხვდებით, რამდენი ადამიანის ტრაგედია დგას. შიში უნდა ყოფილიყო, რომ ვისაც სახელმწიფოსთან შეხება ექნებოდა, ვისაც სამართალდამცავთან შეხება ექნებოდა, ან უნდა დაეთმო, რასაც ეთყოდნენ, ან უნდა იცოდა, რომ მას მომავალი არ ქონდა და აი ამ ეს შიში მუშაობდა შემდეგ უკვე. ვიღაცას ბიზნესმენს რომ მიადგებოდნენ, რომ ეთყოდნენ, რომ შენ ახლა 3 მილიონი ლარი უნდა გადაიხადო რაღაც კონკრეტულში, ის თუ დაიწყებდა, რომ იცით რა, ამდენი საშუალება არ მაქვს და იქნება 2.5-ზე შევთანხმდეთ, მეორე დღეს მას აღარ ელაპარაკებოდნენ იმ 3 მილიონზე. ან ეთყოდნენ, რომ 6 გაქვს გადასახდელი, ან მედიხარ ციხეში. დროებითი საგამოძიებო კომისიის ხდომა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეც ესწრებოდა. ალექსანდრე დარახველიძის თქმით, უწყება მზადაა თანამშრომლობისთვის და მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეების შესწავლის პროცესში აქტიურადაა ჩართული. მიყენებული მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურების კუთხით არაერთ სასამართლო პროცესში ვარ ჩართული, სადაც იყო შემთხვევები, როგორც აღინიშნა ავტომობილების ჩამორთმევის და გვიწევს ამ შემთხვევაში უკან დაბრუნება იმ პირებისთვის, ვისაც უკანონოდ ჩამოართვეს თავის დროზე, ასევე უძრავი ქონების საკითხებთან მიმართებაში. ეს არის ყველა მიმდინარე სასამართლო ღია პროცესები და ღია გადაწყვეტილებები არსებობს. იყო შემთხვევები, როდესაც კერძო მიწაზე აშენდა პოლიციის შენობა მათ შორის და მოგვიწია ჩანაცვლება სხვა ქონებით დაზარალებული პირისთვის. გარდა ამისა, იყო შემთხვევები, როდესაც ერთი თანამშრომელი იქნა ასე ვთქვათ, ჯერ დანაშაულის გამო განაჩენი დადგა, გაათავისუფლეს სამსახურიდან, თუმცა აღმოჩნდა, რომ უკანონოდ მოხდა მათი მსჯავრდება, მოგვიწია ამ ადამიანებისთვის როგორც კომპენსაციის გადახდა, ასევე სამსახურში დაბრუნება. 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმის და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი კომისიის შემდეგის ხდომა 21 თებერვალს დაინიშნა. დღის პირველ ნახევარში საგამოძიებო კომისიის ხდომაზე მოусმინეს CESCO-ს წარმომადგენელსაც გიორგი სანტორიანმა ისაუბრა 2003-2012 წლების განმავლობაში ჩატარებულ არჩევნებზე დეპუტატებს კონკრეტული კითხვები ჰქონდათ, მათ შორის ისეთებიც, რომლებიც ეხებოდა საჩივრებს, სხვადასხვა ოლქის გაუქმებულ შედეგებს და მეორე ტურის დანიშვნის საჭიროებებს. სანტორიანმა ისაუბრა 2004 წლის არჩევნებზე და ლეიბორისტების სარჩელზე, რომლის მიხედვითაც მაშინდელმა CESCO-მ საბოლოო ოქმი ისე გამოაქვეყნა, რომ ორი ოლქის შედეგები საერთოდ არ გაითვალისწინა. ნათილაშვილმა საქმე სტრასბურგში მოიგო კიდევ ერთი კითხვა ეხებოდა 2008 წლის არჩევნებში მეორე ტურის დანიშვნის საკითხს. არსებობს სტრასბურგის გადაწყვეტილება, რომელიც გამოქვეყნდა 2008 წლის 8 ოქტომბერს და მას ჰქვია ლეიბორისტული პარტია საქართველოს წინააღმდეგ. ეს არის ის საჩივარი, სადაც ლეიბორისტულმა პარტიამ უჩივლა სახელმწიფოს და დაადანაშაულა სახელმწიფო მაშინ იმაში, რომ 28 მარტის არჩევნები შედეგები ისე შეაჯამა CESCO-მ 18 აპრილის სხდომაზე 2004 წლის, რომ არ იყო ჩატარებული არჩევნები ორ საკმაოდ მოზრდილ ოლქში. ეს არის ხულო და ქობულეთი. ამით 60,000 ამომრჩეველი იქნა გარიცხული, გამორიცხული თუ გარიყული საარჩევნო პროცესიდან. მიუხედავად იმისა და მათ რეალურად წაერთვათ უფლება არჩევნებში მონაწილეობის, რაც არის კონსტიტუციით უზრუნველყოფილი უმნიშვნელოვანესი უფლება. მე მაქვს ერთადერთი კითხვა,
ვინ ხელმძღვანელობდა CESCO-ს 2004 წლის 28 მარტს. გამიჭირდება გითხრათ რეალურად გაუქმების საფუძველი რა იყო, იმიტომ რომ ამ ეტაპისთვის, იმიტომ რომ შემაჯამებელი ოქმის თანახმად მითითებულია ის, რომ ნამდვილად ქობულეთისა და ხულოს ოლქებში გაუქმდა შედეგები საარჩევნო კოდექსის მოთხოვნათა უხეში დარღვევის გამო, თუმცა სხვა რაიმე დამატებითი კონკრეტიკა არ არის მითითებული, ამიტომ ამ ნაწილში გამიჭირდება რაიმეს მითითება, ნამდვილად საქართველოს ლეიბორისტულ პარტიას ჰქონდა 6.1% ამ არჩევნებში შედეგების. რაც შეეხება თუ ვინ წარმოადგენდა უშუალო კითხვას, შემაჯამებელ ოქს ხელს აწერს კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ჭიაბერაშვილი, ასე რომ ეს არის აღნიშნული იკვეთება აღნიშნული შემაჯამებელი ოქმიდან. არჩევნები კიდევ ერთი მიმართულებაა, რომელსაც პარლამენტის საგამოძიებო კომისია შეისწავლის. შესაბამისად დაიკითხება CESCO-ს ყოფილი თავმჯდომარე ზურაბ ჭიაბერაშვილი, რომელიც სხვა თანამდებობებსაც იკავებდა სააკაშვილის მმართველობაში და ასევე დაიკითხება ლევან გაჩეჩილაძე, რომელიც 2008 წლის არჩევნებზე საპრეზიდენტო კანდიდატი იყო გაერთიანებული ოპოზიციის. საგამოძიებო კომისიის კითხვებზე პასუხის გაცემა მოუწევს ნათია მოგელაძესაც, რომელიც 2012 წლის არჩევნებამდე აუდიტის პოლიტიკური გაერთიანების დეპარტამენტის ხელმძღვანელი იყო. წულუკიანმა დღეს კიდევ ერთხელ გააფრთხილა ყველა, რომ კომისიასთან თანამშრომლობაზე უარის თქმა კანონით ისჯება. საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე აცხადებს, რომ არ არის საჭირო ცეცხლთან თამაში. ამის მიუხედავად, ნაციონალური მოძრაობა, რომელიც მთავარი ეჭვმიტანელია კომისიის საგამოძიებო საქმეებში, არ აპირებს თანამშრომლობას არც წულუკიანთან და არც საპარლამენტო კომისიას ცნობს ლეგიტიმურად. ბრალდების ადრესატებისთვის დაწყებული გამოძიება მათი დაშინების მცდელობაა. ქართული ოცნება კი დარწმუნებულია ფაქტებით და ამტკიცებს, რომ საქართველოს 9 წლის მანძილზე მართავდა დანაშაულებრივი რეჟიმი. არ არის საჭირო ცეცხლთან თამაში, არ არის საჭირო ჩვენ საგამოძიებო კომისიასთან თამაში. საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ დღეს ყველა შესაძლო მოპასუხეს თანამშრომლობისკენ მოუწოდა. უკვე განსაზღვრულია, რომ მომდევნო სხდომაზე ნაციონალური მოძრაობის წევრს და CESCO-s ყოფილ თავმჯდომარეს ზურაბ ჭიაბერაშვილს, აუდიტის სამსახურის პოლიტიკური გაერთიანების დეპარტამენტის ყოფილ ხელმძღვანელს ნათია მოგელაძეს და 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში პრეზიდენტობის კანდიდატს ლევან გაჩეჩილაძეს ელოდებიან. თია წულუკიანმა განმარტა, რომ შესაძლოა გამოსაკითხი პირების წრე უფრო გაიზარდოს. ეს არ არის თამაში, ეს არის ძალიან სერიოზული პროცესი. იმენად სერიოზული, რომ უარი კომისიის წინაშე გამოცხადებაზე ისჯება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ისჯება კაცრად და ამიტომ ნურაფერს დაუყენებთ წინ იმას, რომ ჩვენი ოფიციალური შეტყობინების შემდეგ მობრძანდეთ და მოგვასმენინოთ თქვენი თავი. კომისია პირობას დებს და მე მათი სახელით, რომ თითოეულ მოსულ პირს, ვინც არ უნდა იყოს, ვისი წარმომადგენელიც არ უნდა იყოს და რა თემაზეც არ უნდა იყოს მობრძანებული, ჩვენ შევუქმნით კომისიის ფარგლებში, მოსმენის დარბაზში მაქსიმალურად კომფორტულ პირობებს და კითხვებიც იქნება დასმული შვიდ გარემოში და მაღალ პროფესიულ დონეზე. კომისიაში დაბარების საკითხს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა ნათია მოგელაძე და თქვა, რომ პარლამენტისა და კომისიის ლეგიტიმურობას არ აღიარებს, თუმცა სხდომაზე მივა და კითხვებს უპასუხებს. განსხვავებული პოზიცია აქვს იმ პარტიაში, რომლის ხელისუფლებაში ყოფნის საქმიანობის შესწავლისთვის საგამოძიებო კომისია შეიქმნა. ნაციონალურ მოძრაობაში ამბობენ, რომ საგამოძიებო კომისიასთან არ ითანამშრომლებენ. პარლამენტი არის არალეგიტიმური, ეს კომისიაც არის არალეგიტიმური, რა თქმა უნდა, არანაირი ლეგიტიმაცია ნაციონალურ მოძრაობისგან ამ კომისიას არ ექნება. ქართული ოცნება იმ სტადიაში შესული, როდესაც ყველაფერს იყენებს რეპრესიისთვის. მართლ გუნდში ნაციონალური მოძრაობის უარი არ უკვირთ. ქართული ოცნების წევრები ამბობენ, რომ მათი ოპონენტები კონკრეტული დანაშაულების შესახებ კითხვებს მიზანმიმართულად გაურბიან. აქ არის კონკრეტული ფაქტებით დამძიმებული ის ვითარება, რომელიც იმ პერიოდში შეიქმნა საქართველოში. დაწყებული კონკრეტული ადამიანების წამებით, მოგდინებით და ღირსების თუ ქონების წართმევით დამთავრებული ტერიტორიების ოკუპანტისათვის ჩაბარებას. ეს არ არის ოპოზიცია, ეს არის საქართველოს წინააღმდეგ შეთქმულთა გარკვეული გუნდი, საკმაოდ კარგად მომზადებული და დაფინანსებული. საგამოძიებო კომისიასთან თანამშრომლობას არც სხვა ოპოზიციური პარტიები აპირებენ. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ ამ გზით მართველი გუნდი მათ დაშინებას ცდილობს. თავად ფაქტი, რომ ხელისუფლებაში ყოფნის მე-12 წელს დაანონსდა ამ კომისიის შექმნა და სასწრაფო წესით შეიქმნა და მით უმეტეს მოწვეული იქნა პირველი სხდომა, იმაზე მიუთითებს, რომ ქართულ ოცნებას ახლა დასჭირდა ეს პროცესი.
თუ რამის გამოძიებას აპირებდნენ, შეეძლოთ გამოეძიებინათ. მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ პოლიტიკური ქულები დაიწეროს ქართულმა ოცნებამ, ამის გამო ქმნიან ახლა ამ საგამოძიებო კომისიას და არანაირი შედეგის გადების მოდელი კიდევ ერთხელ ჩვენ არ აგვაქვს, უბრალოდ ეს იქნება კიდევ ერთი პოლიტიკური პერფორმანსი ქართული ოცნებისგან. სახელმწიფო პარტიაში ამბობენ, რომ საზოგადოებამ უნდა იცოდეს იმ კონკრეტული დანაშაულების შესახებ, რომლებიც ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნებმა ჩაიდინეს. ქართულ ოცნებაში ნაციონალური მოძრაობის საქმიანობის სამართლებრივ პოლიტიკური შეფასების აუცილებლობაზე ამახვილებენ ყურადღებას. საზოგადოება, რომ განსაკუთრებით ახალგაზრდები, რომლებიც იმ პერიოდში პატარები იყვნენ, მცირეწლოვნები იყვნენ, მათი მხედველობის არედან ის სისასტიკე და სადიზმი, რა თქმა უნდა, არის გასული, რაც ხდებოდა 2012 წლამდე საქართველოში. ამიტომ ბუნებრივია, რომ ჩვენი ისტორია, განსაკუთრებით უახლესი ისტორია უნდა კარგად ვიცოდეთ. აქ ომთან დაკავშირებით იყო საუბარი დღეს ნახეთ, ჩამორთმეულ ქონებებთან იყო დაკავშირებული. თქვენ წარმოიდგინეთ, რამდენად მძიმეა ეს ყველაფერი, რომ ემოციის გარეშე უწყებების თანამშრომლებსაც კი ვერ უსმეს ადამიანი, მაშინ როდესაც ჩვენ მაგალითად რამდენიმე ათეული მოკლული ადამიანი შეიძლება ესე ჩამოთვალოთ ზეპირად და გაგვიჭირდეს, მაგრამ ასეთები იყვნენ ასეულობით. და ამ რეჟიმის წარმომადგენლები დღეს ვიღაცას რაღაცაში ამონათებენ. რამდენად მძიმეა მათი წარსული, ატყობს და მომავალიც. როგორც ნიურნბერგის პროცესზე გამოიკვეთა და სახელი დაერქვა ასეთივე სწორი სამართლებრივი ფაქტობრივი შეფასება უნდა მიეცეს იმ რეჟიმს, რომლის წარმომადგენლები აგერ ქართულის ასეთ ერთი კარგი სიტყვა გვაქვს, ყელყელაობენ დღეს და მორალზე და რაღაცებზე მიუთითებენ სხვებს. დროებითი საგამოძიებო კომისიის მორიგის ხდომა 21 თებერვალს გაიმართება. კვერცხები ყოფილი პრემიერისთვის მიუნხენის კონფერენციიდან დაბრუნებულ გიორგი გახარიასა და გერმანიაში ყოფილ ელგუჯა ხოკრიშვილს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სამოქალაქო აქტივისტებმა არაგულთბილი დახვედრა მოუწყვეს. პარტია საქართველოსთვის ლიდერს და მის წევრს ჯერ კვერცხები ესროლეს, შემდეგ კი სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. გახარიას შერატონის ინციდენტისგან განსხვავებით პასუხი არ დაუბრუნებია, მოგვიანებით კი მისმა პოლიტიკურმა გუნდმა კვერცხების სროლა ქართულ ოცნებას დააბრალა. გიორგი გახარიასთან პოლიტიკური უთანხმოება აქვს, თუმცა თბილისის აეროპორტში მომხდარ ინციდენტზე ანალოგიური დამოკიდებულება აქვს სხვა ოპოზიციურ პარტიებს, რომლებიც ასევე ხელისუფლების ხელს ხედავენ ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის დახვედრის ცერემონიაში. ოცნება კატეგორიულად უარყოფს, თუმცა არ გამორიცხავს, რომ მის ამორჩეულს მის ყოფილ პრემიერთან პრეტენზიები ჰქონდეს დარჩენილი. პოლიციას საქმის მოკვლევა უკვე დაიწყო, თუმცა თავად გიორგი გახარია არჩევის. ამ პირველი უპრინციპო აგენტი აღარ ხართ? მიუნხენიდან დაბრუნებულ ექს-პრემიერს აეროპორტში კვერცხებით და შეურაცხყოფელი შეძახილებით დახვდნენ. გიორგი გახარიასა და ელგუჯა ხოკრიშვილს, რომლებიც უსაფრთხოების კონფერენციას ესწრებოდნენ, გვიან ღამით თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გასასვლელ ზონაში სამოქალაქო აქტივისტები დაუპირისპირდნენ. პარტია საქართველოსთვის წევრები ინციდენტს მმართველ გუნდთან აკავშირებენ და ამბობენ, რომ ხელისუფლება მათ დაშინებას ამ მეთოდით ცდილობს. მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციიდან დაბრუნებულ გიორგი გახარიას და ჩვენს თანაგუნდელ ელგუჯა ხოკრიშვილს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში წინასწარ მომზადებული პარტიული ზონდერ ჯგუფები დაახვედრა, რომლის აგრესიასაც აბსოლუტური უმოქმედობით ხელს უწყობდა ადგილზე მყოფი პოლიცია. ჩვენი პოლიტიკური გუნდი ვპირდებით მას, რომ აუცილებლად გაიგებს მიუნხენის კონფერენციის შედეგებს. აეროპორტში მომხდარ ინციდენტთან რაიმე სახის შემხებლობას გამორიცხავენ საპარლამენტო უმრავლესობაში. ხელისუფლება მსგავს ქმედებებს ოპონენტების ხელწერად მიიჩნევს. კანონმდებლების თქმით, გახარიასთან შესაძლოა კითხვები ოცნების მილიონზე მეტ მხარდამჭერს ჰქონდეს. გამოხატვის ფორმებს კი მოქალაქეები თავად ირჩევენ. მილიონ 100,000-ზე მეტი ამორჩეველი ყავს და თუ ვიღაცას რაღაცის თქმა უნდა ეს ბატონი გახარია იქნება თუ სხვისთვის იქნება, ეხლა არავის უფლება არ აქვს, რომ შემდეგ ესეთ მოქალაქეს რაღაცა ტიტუშკა დაარქონ ან დაქირავებული დაარქონ, ხო? მილიონ 100,000 ადამიანზე არის საუბარი და ვიღაცა შეიძლება კვერცხის სროლის სურვილი გაუჩნდეს და ვიღაცა შეუძლია სიმართლეში ვიღაცა შეიძლება იმ სურვილი გაუჩნდეს, რომ სიმართლე სახეში მიახალოს ბატონ გახარიას იქნება თუ ეს ნებისმიერ სხვა რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებს. ვინმეს თუ არ მოწონს ის, რომ ადამიანი სრულიად უსაფუძვლოდ აკრიტიკებს კი არა, თავს ესხმის საკუთარ ქვეყანას, ძირს უთხრეს მის სტაბილურობას, ამას შეიძლება ადამიანებმა უთხრან გარკვეული საყვედური. ხა აეროპორტში იქნება თუ ქუჩაში ეგეთი საკითხი. გახარიას დღეს სოლიდარობა ნაცმოძრაობასა და ლელოში გამოუცხადეს, თუმცა კოლეგებმა ექს-პრემიერს ისიც შეახსენეს, რომ ამ დრომდე საპარლამენტო მანდატებზე უარი არ უთქვამს.
გიორგი გახარიაზე ამ ფორმით თავდასხმა არის ძალიან სამწუხარო და სამარცხვინო ფაქტი. გახარიასაც და მის გუნდსაც აქვთ პასუხისმგებლობა, რომ ეს რეჟიმი დატოვონ მარტო პარლამენტში, ამიტომაც კიდევ ერთხელ მოუწოდებთ მათ, რომ დატოვონ საპარლამენტო მანდატები. არაფერი ახალი არ გახავთ, ჩვენ ყოველდღიური რეპრესიებისა და თავდასხმების პირობებში გვიწევს ცხოვრება, მათ შორის რა თქმა უნდა ერთ-ერთი ასეთი ადამიანი არის ბატონი გახარია, რომელზეც განხორციელდება კიდევ ერთი ორკესტრირებული თავდასხმა. აეროპორტის ინციდენტზე სამართალდამცავებისთვის ჯერჯერობით გახარიას არ მიუმართავს. თუმცა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ დღეს თქვა, რომ უწყება ფაქტით დაინტერესდება და მოკვლევას დაიწყებს. შინაგან საქმეთა სამინისტრო სწავლობს აღნიშნულ ფაქტს და შესაბამისი რეაგირება განხორციელდება. გახარიას გუნდის მხრიდან სპეკულაციურ ბრალდებებზე საუბრობენ მართველ პარტიაში. სახელმწიფო გუნდში პროტესტის გამოხატვის მსგავს მეთოდს არ იწონებენ. თუმცა ამბობენ, რომ გახარიას მხრიდან პოლიტიკური ღალატის მაგალითმა და სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ წასვლამ საზოგადოების დიდ ნაწილში კითხვები გააჩინა. როცა სხვის მიმართ რაღაც განხორციელდება ხოლმე, ის არის სამოქალაქო აქტივიზმი, მათ რო კითხოთ. და გახარიას თუ მსგავსი ფორმებით ვიღაც დაუპირისპირდება, ის არის ასე ძახიან ტიტუშკოვა. ორმაგი სტანდარტი ხო არ არის? რაღაცა საგნების სროლა შეიძლება არ იყოს. მისაღები ნამდვილად და არ არის მისაღები. ოღონდ ეს რაღაცა პიარის ტრენინგებზე ნასწავლი მეთოდებით, რომ პირდაპირ ბიძინა ივანიშვილის ადანაშაულებს ამაში მეტი მისი სწორი არ არის ჭყალებში, რა თქმა უნდა. ეს უკვე იმდენად გაწვდა მისი და მისი თანაგუნდელების თანარჩენი გახარიების მხრიდან, რომ უკვე საზოგადოება სასაცილოდაც არ ყოფნის. არავის აინტერესებს მისი რაღაც დამცირება, ისედაც დამცირებულია თავისი ქმედებებით, მეც ვეღარ დაამცირებ. გახარიას უფრო დამცირება, ჩემი აზრით შეუძლებელია. გიორგი გახარია და ელგუჯა ხოკრიშვილი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციას დაესწრნენ. როგორც ექს-პრემიერის თანაგუნდელები ამბობენ, შეხვედრების დროს ერთ-ერთი მთავარი თემა ხელისუფლების წინააღმდეგ სანქციების მოთხოვნა იყო. სეზონური ვირუსი პიკშია, თებერვლის ბოლომდე ქვეყანაში გრიპი დომინანტი იქნება. A და B ტიპის ვირუსი კი ყველაზე მეტი 70%. ყველაზე ხშირად კლინიკებში არასრულწლოვნები ხვდებიან, უფრო კონკრეტულად კი 5 წლამდე ბავშვები. მედიკოსების განცხადებით, პიკი თვის ბოლოს გადაივლის და კლება იქნება უკვე მარტის დასაწყისში. ჯერჯერობით კი იაშვილისა და ციციშვილის სახელობის კლინიკები სრულადაა შევსებული. სპეციალისტები ამბობენ, რომ მშობლებს ხშირ შემთხვევაში გრიპის ვირუსით გართულების დადგენა უჭირთ, ეწევიან თვითმკურნალობას, რაც საბოლოო ჯამში პაციენტის გამოჯანმრთელებას აფერხებს. მედიკოსების განმარტებით A და B ტიპის გრიპის ვირუსი ძირითადად მაღალი ცხელება, ძლიერი თავის, ყელის ტკივილი, კუნთებისა და სახსრების ტკივილი ახასიათებს. მისი პრევენციისთვის კი მხოლოდ ერთი გზა არსებობს ვაქცინაცია, რომელიც არასრულწლოვნებისთვის საქართველოში უფასოა და ის ყველაზე თანამედროვე რამდენიმე კომპონენტიანი მედიკამენტით ხდება. დაიწყო მაღალი ტემპერატურით მხოლოდ და მხოლოდ, სხვა არაფერი არ ქონია ბავშვს. 39 და +40-მდე ადიოდა და გაგრძელდა 5 დღე. მაღალი ტემპერატურა, ხველა და ყელის ტკივილი ის სიმპტომებია, რაც გრიპის ვირუსს ახასიათებს. ამ ჩივილებით მხოლოდ იაშვილის კლინიკაში 55-ზე მეტი ბავშვი მკურნალობს. ბოლო 2 თვის განმავლობაში პედიატრიულ განყოფილებაში მცირეწლოვანი პაციენტების მიმართვიანობა გაორმაგებულია. ტირო და ჭირვეულობდა, ტემპერატურის დროს საკვებს არ იღებდა საერთოდ. და ბავშვი ძალიან გაცხელებული იყო და სულ გაწითლებული. სასუნთქის სისტემის მხრივ ახასიათებს ყველაზე მაღალი რისკი გართულებების სამწუხაროდ ამ გრიპის ვირუს ორივე A ტიპისაც და B ტიპისაც და შესაბამისად ჰოსპიტალიზირებული პაციენტებიც ჩვენთან დაახლოებით 50% მკურნალობს სხვადასხვა სახით სასუნთქის სისტემის დაავადებით და დაზიანებით. ქვეყანაში A და B ტიპის ვირუსი ცირკულირებს. ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევების 70% სეზონური ვირუსია. მედიკოსები თებერვლის ბოლოს დინამიკის კლებას პროგნოზირებენ. 70%-დან 18% არის ეგრეთ წოდებული ღორის გრიპი, ეს არის H1 ტიპის ვირუსი და 59% ეს არის B ტიპის ვირუსი. თებერვლის მეორე კვირის მონაცემებიდან გამომდინარე, ჯერჯერობით ქვეყანაში პიკი გადავლილი არ არის. პიკზე ვისაუბრებთ მაშინ, როდესაც გრიპის შემთხვევების რაოდენობა სავარაუდოდ პირველ ეტაპზე ჩამოცილდება 50%-ს, ანუ ლაბორატორიულად დადასტურებულ შემთხვევებში 50%-ზე ნაკლები თუ დაფიქსირდა გრიპის შემთხვევები, შეგვეძლება თქმა, რომ თან ეს დაფიქსირება სტაბილური უნდა იყოს მინიმუმ 2-3 კვირის განმავლობაში, რომ პიკი გადავლილია. ჯერჯერობით ეს მაჩვენებელი მაღალია.
მცირეწლოვანი პაციენტების მიმართვიანობა გაზრდილია სხვა სამედიცინო დაწესებულებებშიც. სტაციონარში მოთავსებული ბავშვების უმეტესობა 5 წლამდე ასაკისაა. 50%-ზე მეც კი ვირუსის გართულებული ფორმა, ფილტვების ანთება udasturდება. მომართვიანება მომატებულია, სადღაც 40 პაციენტამდე სადღეღამისო რეჟიმით გადაუდებელ დახმარების განყოფილებაში აკითხავს და ამბულატორიაში კიდევ უფრო მეტი პაციენტები. ძირითადი ჩივილი არის ცხელება, რომელიც ძნელად ემორჩილება ანტიპირატულ საშუალებებს, ძლიერი სისუსტე, ცხვირიდან გამონადენი, მშრალი ყველა. წლამდე ასაკი არის ყველაზე რისკ ჯგუფი, ამიტომ არ ურჩევ მშობლებს წლამდე ასაკის ბავშვების შემთხვევაში, რომ ბინის პირობებში დაიწყო მკურნალობა, თუ ძალიან ადინამიური და მივარდნილია ბავშვი და ვერ ღებულობს სითხეებს, მაშინ სტაციონარი უნდა. ღორის გრიპის და სხვა სეზონური ვირუსების გავრცელების პრევენციის მიზნით მედიკოსების მთავარი რეკომენდაცია ვაქცინაცია. რისკ ჯგუფებს და ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტებს კი ხალხმრავალ ადგილებში პირბადის ტარებას და ჰიგიენური წესების დაცვას ურჩევენ. ფილმი, რომელშიც ყველაზე ცნობილი ქართველი მამაკაცი მსახიობი მერაბ ნინიძე თამაშობს, ბრიტანული კინოაკადემიის დაჯილდოების ტრიუმფატორი გახდა. გერმანელი რეჟისორის ედუარდ ბერგერის კონკლავმა, რომელიც ვატიკანში პაპის არჩევის შიდა სამზარეულოს ასახავს, 12 ნომინაციიდან 4 მოიპოვა. პაპტას 78 დაჯილდოებაზე ყოველსათვის მოულოდნელად საუკეთესო მსახიობ ქალად მაიკი მედისონი დასახელდა, რომელსაც კონკურენციას უწევდა დემი მური. ლონდონში როიალ ფესტივალ ჰოლში ჯილდოს გარეშე არც გახმაურებული ფილმი ემილია პერესი დარჩენილა. სწორედ მან დაიმსახურა საუკეთესო უცხოური ფილმის სტატუსი. BAFTA goes to Conclave. ედუარდ ბერგერის ფილმი პაპის კონკლავი 2025 წლის ბრიტანული კინოაკადემიის ბაფტას გამარჯვებულია. ფილმში არაერთ ცნობილ მსახიობთან ერთად მერაბ ნინიძეც მონაწილეობს. The men who are dangerous are the ones who do want it. წელს ბაფტას დაჯილდოებაზე ბერგერის კინოსურათმა ყველაზე მეტი 12 ნომინაცია მოიპოვა. დასახელდა საუკეთესო ბრიტანულ ფილმად და ჯამში 4 ჯილდო მიიღო, მათ შორის საუკეთესო ადაპტირებული სცენარისა და მონტაჟისთვის. პირველ რიგში ძალიან დიდ მადლობას გიხდით ყველას. ეს ჩემთვის უდიდესი პატივია. მადლობა შემოქმედებით ჯგუფს. მადლობა იმ აუდიტორიას, ვინც ფილმს უყურა და მოეწონა. ჩვენ თქვენი დახმარებით გავიმარჯვეთ. პაპის კონკლავი ვატიკანში მიმდინარე მოვლენების ირგვლივ ვითარდება, სადაც კათოლიკური ეკლესიის კარდინალები ახალი პაპის ასარჩევად ემზადებიან. კონკლავის პროცესში პოლიტიკური ინტრიგები და საიდუმლოებები იჩენს თავს. ფილმი ასევე წარდგენილია ოსკარის 2025 წლის დაჯილდოებაზე. საუკეთესო რეჟისორის ჯილდო გადაეცა ბრედი კორბეტს ფილმისთვის ბრუტალისტი. ამავე ფილმისთვის საუკეთესო კაცი მსახიობის ტიტული ერგო ედრიენ ბროუდს, რომელსაც კონკურენციას ტიმოთე შალამე, კოლმან დომინგო რალფ ფაინსი, სებასტიან სტენი და ჰიუ გრანტი უწევდნენ. ძალიან მადლიერი ვარ. მინდა მადლობა უთხრა ამ არაჩვეულებრივი ღონისძიების ორგანიზატორებს. არა მხოლოდ ჩემი შრომის დაფასებისთვის, არამედ ყველა იმ ადამიანის მხარდაჭერისთვის, ვინც დღეს აქ არის. ფილმი ზუსტად ამაზეა, რაღაც მნიშვნელოვანის შექმნისა და დატოვებისკენ სწრაფვაზე. მინდა უთხრა ამ ნომინაციაში ჩემთან ერთად წარდგენილებს. მე აღფრთოვანებული ვარ თქვენი შემოქმედებით. საუკეთესო მსახიობი ქალის კატეგორიაში გამარჯვებული მაიკი მედისონი გახდა ფილმისთვის ანორა. მსახიობისთვის ეს გამარჯვება მოულოდნელი იყო, რადგან ფავორიტებად დემი მური და მარიან ჟან ბატისტი მიიჩნეოდნენ. ფილმი ემილია პერეზი საუკეთესო უცხოენოვან ნამუშევრად დასახელდა. კრიტიკოსების ყურადღების მიღმა არც ექსცენტრიკული გამომგონებლისა და მისი 4ფეხა მეგობრის ამბავი დარჩენილა. ღონისძიების ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტი ჰეგზეთის და მსახიობ ჯეფ გოლდბლუმის გამოსვლა იყო. ბაფტას 78 დაჯილდოვება ლონდონში, როიალ ფესტივალ ჰოლში გაიმართა. ცერემონიას მსოფლიოს კინოვარსკვლავები ესწრებოდნენ, ხოლო ღონისძიებას კვლავ შოტლანდიელი მსახიობი დეივიდ ტენანტი უძღვებოდა. ოლიმპიურმა ცეცხლმა მოგზაურობა დაიწყო ბაკურიანი ბრაშუვის საქართველოს შემდეგ რუმინეთი ახალგაზრდული ოლიმპიადის ღირსეული მასპინძლობის შემდეგ საქართველო მადლობებს იღებს.
დამოუკიდებლობის ისტორიაში ბაკურიანი 2025 იყო ყველაზე მასშტაბური ზამთრის შეჯიბრი ბიატლონის პირველი სრულყოფილი ტრასა და დაწესებული ახალი ჯილდოთი. ვანკუვერის ოლიმპიადაზე ტრაიკულად დაღუპული ქართველი მოციგავის ნოდარ ქუმარიტაშვილის სახელობის ოლიმპიური ჯილდო ევროპის ოლიმპიური კომიტეტის ინიციატივით დაწესდა და ის წელს პირველად გადაეცა ბაკურიანი 2025-ის მონაწილე საუკეთესო ქალ და კაც სპორტსმენს. რაც შეეხება საქართველოს ნაკრების მონაკარს 45 ქვეყნის 1000 სპორტსმენში მხოლოდ მოციგურავე ინგა გურგენიძემ გაიბწყნა, რომელმაც საქართველოს დაუვიწყარი ოქროს медаლი მოუტანა. დიდი სანახაობა დასრულდა. ევროპის ზამთრის ახალგაზრდული მე-17 ოლიმპიური ფესტივალი ერთ კვირას გაგრძელდა. ბაკურიანში დახურვის საზეიმო ცერემონია გაიმართა. ჩვენ ნახეთ, რომ როგორი აღიარება, როგორი გამოძახილია და 45 ქვეყნის წარმომადგენელი მიიღო მონაწილეობა ამ შეერთებულ ღონისძიებაში და დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც მიიღო მონაწილეობა. ოლიმპიური ცეცხლის სიმბოლურად მომდევნო ორგანიზატორს რუმინეთს გადაეცა. ბაკურიანში, თბილისსა და ბათუმში გამართულმა ფესტივალმა უმაღლესი შეფასება დაიმსახურა. მადლობა ბაკურიანი, მადლობა საქართველო. აქ ძალიან ბედნიერები ვართ. დიდ მადლიერებას ვგრძნობთ. საქართველოში 7 ულამაზესი დღე გავატარეთ. სპორტსმენები ძალიან ბედნიერები იყვნენ. ფანტასტიკური შეჯიბრი ჩატარდა. თქვენ თამასა იმდენად მაღლა ასწიეთ, რომ მომდევნო ქვეყნისთვის ძალიან რთული იქნება ასე კარგად ჩატარება. ძალიან კმაყოფილები ვართ ღონისძიების ორგანიზებით და მთლიანობაში შეჯიბრით. ხორვატიამ კარგ შედეგებს მიაღწია. ერთი ბრინჯაოს медаლი მოვიპოვეთ. ყველაფერმა კარგად ჩაიარა და სახლში ბედნიერები ვბრუნდებით. ძალიან კარგი გამოცდილება მივიღეთ. სასტუმროც კარგი იყო და თვითონ ბაკურიანშიც ბევრი გასართობი ადგილი ვიპოვეთ. ცოტა ხნის წინ მაღაზიაში ერთ ქალს შევხვდით, რომელიც იტალიურად გვესაუბრა. სახალისო იყო. ოლიმპიურ ფესტივალზე საქართველოს სახელით 8 სპორტსმენი ასპარეზობდა. ქართული დელეგაციის გვირგვინი ინგა გურგენიძე გახდა. ფიგურულმა მოციგურავემ როგორც მოკლე, ისე თავისუფალ პროგრამაში შესანიშნავადი ასპარეზა და ოქროს მედლის მოპოვება შეძლო. განსაკუთრებული ჯილდო, რომელიც წელს პირველად გათამაშდა, ნოდარ ქუმარიტაშვილის სახელობის იყო. ეს ტიტული როგორც ქალ, ისე მამაკაც ათლეტს გადაეცა. გავიცანი ძალიან ბევრი წარმატებული სპორტსმენი, პროფესიონალი და ზოგადად ძალიან კარგი მეგობარი. ამიტომ ამ ერთ კვირას დავახასიათებდი როგორც ძალიან კარგი ხელმძღვანელი ყავდა ასევე. ამიტომ ძალიან წარმატებული ერთი კვირა იყო. მნიშვნელოვანი ის ფაქტი იყო, რომ შეხება მქონდა ბევრ უცხოელ სპორტსმენთან და ზამომეწონა ამ ხალხთან კომუნიკაცია და გაცნობა მაგათი და მიხარია რომ აქ ვარ. ოლიმპიური ფესტივალი 9 თებერვალს დაიწყო და 16 თებერვალს დასრულდა. შეჯიბრში 45 ქვეყნის 1000-მდე ახალგაზრდა ათლეტი მონაწილეობდა. ჩვენ მართლაც ყველაფერი გავაკეთეთ თითოეულმა ჩვენთაგანმა და ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ყველა საქართველოს მთავრობას, ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს, ჩემს უმაგრეს გუნდს, საორგანიზაციო კომიტეტს, რომელმაც არაფერი არ დაიშურა საიმისოდ, რომ ესეთი შედეგისთვის მიგვეღწია და ჩვენ ეს გავაკეთეთ და მართლა ძალიან ბედნიერი ვარ, რომ საქართველოს სოფლიო რუკაზე განსაკუთრებული ადგილი დაიკავა და დაიმკვიდრა ზამთრის სპორტის სახეობებში. ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის შემდეგი მასპინძელი რუმინეთის ქალაქი ბრაშოვი იქნება. შეჯიბრი 2027 წლის თებერვალში გაიმართება. ასე იყო დღევანდელი დღე 17 თებერვალი და კვირიანი 9 საათზე. რუსთავის ეთერი ტრადიციულად საინტერესო გადაცემებით გაგრძელდება. ჩვენ კი დღეს ამ თვალსაჩინო მუშაობას ხვამდე გემშვიდობით ნახვამდის.